დღეს ახალი სტილით ორევლის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ იუდას, უფლის ძმას, წმინდა მოწამე ზოსიმეს, ღირს სპაისი დიდს, ღირს იოანე განდეგილს და ღირს სპაისის. ქრისტიანული ეკლესიის დაარსების პირველ ხანებში თითქმის ყველა მორწმუნე უბიწოდ და წმინდად ცხოვრობდა. მაგრამ მათ შორისაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელნიც კიდევ უფრო განსაკუთრებულ ღვაწლს ეძიებდნენ. ერთნი თავიანთ მონაგებს ნებაყოფლობით გლახაკებს ურიგებდნენ. სხვანი კი თალწულების აღთქმას დებდნენ და მთელ დროს განუწყვეტელ ლოცვაში, მარხვასა და შრომაში ატარებდნენ. ასეთი ადამიანები ასკეტებად, ანუ მოღვაწეებად იწოდებოდნენ. მესამე საუკუნეში ქრისტიანობის სწრაფად გავრცელებისა და გაძლიერების შედეგად განმარტოებას მოწყურებულმა ქრისტიანებმა მთებსა და უდაბნოებს მიაშურეს და იქ ამქვეყნიურ საზრუნავსა და უამრავ საცდურს განშორებულებმა მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ განდეგილები შორდებოდნენ რა მატერიალურ ხორციელ საცდურებს მათ უფრო დიდის, სულიერი ბრძოლების გადატანა უწევდათ. ბოროტისული განსაკუთრებით ამგვარი ადამიანების დამარცხებასა და დამონებას ცდილობდა. ასკეტური ცხოვრება მხოლოდ რჩეულ ადამიანებს შეუძლია. ასეთი რჩეული გახლავთ ღირსი იოანე განდეგილიც, რომელიც მე-6 საუკუნეში იერუსალიმის მახლობლად პალესტინაში მოღვაწეობდა. იგი ბევრ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ერთადერთი რაც მას ებადა და ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა, ღვთისმშობლის ხატი იყო. წმინდა მამა ხშირად მოგზაურობდა იერუსალიმისა და სინას მთის წმინდა ადგილების მოსალოცად. ღვიმიდან გასვლის წინ კი ყოველწმინდა ღვთისმშობელს გამოსთხოვდა კურთხევას და ხატთან ანთებულ კანდელს ტოვებდა. უკან დაბრუნებულ განდეგილს, თუნდაც რამდენიმე თვითყოფილიყო იგი გასული სენაკიდან, კანდელი ყოველთვის ჩაუმქრალი და ზეთით სავსე ხვდებოდა. ერთხელ ვიწრობილი გზა მიმავალ ბერს ლომი შეხვდა. უკან გაქცევად შეუძლებელი იყო და გვერდისავლაც. წმინდა მამას მტკიცედ სწამდა, რომ მუქალი მუდამ მის გვერდით იყო და ყოველგვარ განსაცდელში შეეწევა. ამიტომ სიმშვიდით და მოთმინებით დაელოდა ღვთისნების აღსრულებას. მაშინ მოხდა სასწაული. ნადირთა მეფემ ქედი მოიდრეკა ასკეტის წინაშე. უკანა თათებზე დამდგარი ფრთხილად აეკრა კლდეს და მოწიწებით გაატარა იგი ბილიქზე. კიდევ უამრავი საცდური განსაცდელი შეხვდა წმინდა იოანე განდეგილს, მაგრამ ღვთისშემწეობით მუდამ ამარცხებდა ბოროტის შემოტევას და ყოველთვის სულიერად გაბრწყინვებული და გამარჯვებული რჩებოდა. ღირსმა იოანე განდეგილმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და მშვიდობით შეხვედრა სული უფალს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.